Georgi, me brigadas midvar, ikten MPS-ში. კარიერში. Georgi, რა კარგად გქონდა, შენი ხალის ჭრიჭრიჭინა? ჭრიჭინებია, მარინექია, მარინე. მეგობარო, გამარჯობა, სალამი. ვერ მეტყვით ვინ ღერის ასე სასიამოვნო. ეს ხადი ტრიგინა. კინა? ნამდვილად თუ გინდა თვითონე, მარინე გიორგი სასული ფერად. მარინე? ზოდიში. მადლობთ. თქვენ უკვე ერთხელ მომეცით. ბიჭიკო, არქიტექტორი ჩამოიყვანე? გამარჯობა, ტრიჭინა, გამარჯობა. არქიტექტორი? ჩამოვიყვანე. ახალგაზრდა? კი, ასე 60 წლის იქნება. ის. ბიჭიკო. აჰა, დაიცი. რა უქნია შეჩვენებულებს. ტრიჭინა, სათხარებია. გაციტაკდა. ეს რა მოგიტანია? ამ ხეებზე ხედი არის. აღარ უნდა გახსოვდეს, აღარ ცმა და აღარ ჭამა. რა არ მინდა. ჯერე ჟენი ჯერე. რა დროს დამიფრთხეთ ძერა. თქვენ რა ბარა ჩამოვაგდეთ. რა ვიცი მამა ჩემს მეხუთე წესროლე, მაგრამ მამას აკრიტიკებ შილო. შენ რა ბო კრიტიკა გვეხმარებაო. მერე? რატომ შენ არ მოგეხმარა? ბავშვი ხომ არ აგონია შენით არა. კინ გასავით რომ დაგტიხარ ხებზე და აგრებული გაქვს სოფელი. ერთი საქმე, კოლმეურნეობის სამკითხველო გაქვს მონდობილი და იცი დღე და ღამე გამოგეტილი. რა უნდა გელაპარაკო ამის შემდეგ რა? სულ ამ კრიტიკაში უდგეხარ, ჩემ ტრიჭინა, რასეთი ბიჭო ამ ბავშვი? ბავშვია 19 წლის გოგო. ბავშვი? სულ ჩემ ბრალია დედაჩემო რომ ამას ტრიჭინას ეძახია და ვიცი ნამდვილი სახელი მარინე სოფელმა დაივიწყა. დილიდან საღამომდე ტრიჭინებს და გამოცდებისათვის ალბათ სულ არ ემზადებს. აბა დააგდეთ თუ? ახლა ლისავაგლიეთი. ხო, დააფარე ხელზე დედაჩემო, დააფარე. ის გაგლია თბილისში წახვიდე და უნივერსიტეტში გამოცდები ამის მაგალითად შენ ჩააბარო. ნეტაიკი შემეც. ნუ გეშინია მამაჩემო, ყველა საგნებს ხუთებზე ჩავაბარებ, ხუთებზე. აბადელი. ისი ლოგი. აბადელი დელაშო ხუთებს დაგიწერე, ხუთებს. ხო, დედაჩემო. ეს ადილა თბილისიდან ჩამოსული არქიტექტორი ვიყოლებ. მარინე, დედელფტესთან ჩაივიდე, უთხარი ამოვიდეს. დებია შენს მოეხმაროს. ბებია, მოდი ერთი კაცავი დავაჭერი. ხაკინა ბებია, კაცო მარი გეყოლება და კაცავი არ დაკლა. კაცნები დახოთოში სწორად ვერ მოგეხმარება. მე ახლა ბებია ელბიტე სადაა. მე სამკითხოდოს უნდა გამოვიარო. ხო გაიგონი მამაჩემ რა თქვა? სამკითხოდო დღე და ღამე გამოკეტილიაო. კარგი ბებია. ამრელი და ლამელი
თქვენი? გამარჯობა ძიეკილე. დიდი ხანია ურთით თქვენ საწოდებო. კარგი ხანია ძიეკილე. მე ვერ მოუწია ხო ხედავთ ამდენი მაგ გასარიგებელი. გადაეცი წიგინა. აბრელი და უანელი ვანელი ვანელი. Bebia, ce să sunteți acude? Da, vrei să vină arhitectorul ce am obidet? Bebia, mama, scoa, dress și să ticneba să adilat. Bebia, ce mă ghită? Unde dame smarovo? რატომ ერთხელ მაინც არ გავიტანეთ ჭრიჭინას და სამკითხველო საკითხი კონკავშირის კრებას? გიორგის დინებწენინებს. პირიქით, ის მოხარულიც იქნება ჭრიჭინას ჭკუას მოსწავლია. ქარის ჭკუის სწავლება ვის გაუძლო? ჭრიჭინა ხარი კი არა. დილის წელქის ციოა, რომელიც უცბად მოვარდება, ბუჩქებსა და ხეებს ჩაეკონება, ქოჩორს აუშვის და შენ ჩემოდნო მარტო მხატვარი კი არა, პოეტი ყოფილიყარ. ეხ, მე რომ პოეტი ვიყო. ალბათ ლექს მიუძღვნ ჭრიჭინას. რატომაც არა? იმისურად ხარ ხატა. ერთი ამას უყურე რა დაუხალავ. ეს არის შენი წელქის ციო. მომეცლეო. არა, ნო, ამ სულაც ვერ დაგანებებ. ამას კედლის გაზეთში მოვატავდებ. ეს მე უნდა მომასაცოთ კედლის გაზეთში. დიახ. კარგი. ძალიან მეგობრობა კი გამიწია. ნუ გეწყინება მარინე. ადამიანი ხანდახან ერთს ფიქრობს, მეორეს კი აკეთებს. მომასაცეთ კედლის გაზეთში. მაგალა, გასალე მაგიდა. Uite, dar am troiania. Magnifică. Malita, dar dacă de imată cum așa, ce de uite ce vine acolo. Ce dira, ce mi dica? Are să și dau de bine. Mere ca un știu, da. Așa e gorgoni. Este tu e cadavit, și român, salchi, Rabegi ti vină. Sari mușcătere, da, tu? Me minde Caraleva Margo. Caraleva Margo. Moment, scorchis de da. Ne gidip klari dönüş ne orada? Baba, çıkar, sen git kolunda da git bak. Dakete. İşte ძალიან ბევრს მუშაობ. Sen argesni? Bebia, mira, ახლა იმი დამჭირი. აბა არ გენერებათ ქუჩურას დაკლა. რაღა ვაჭერ ახლა სტუ. გაკეთეს ლობიო. ხალი, ბადრიჯანი. რა. ლობიო ვაკადროთ იმ ახალგაზრდა სტუმარს. ახალგაზრდა? ხომიცით რომ ხანში შესულ ადამიანებს ხორცილნებს, მუხლებში ძალასარქმებს, სკლეროზს იწვევს, ტვინს ასუსტებს, აბა შენი საზრით ჩვენ რა გამიჭირდა საქმე ამ ბებერი არქიტექტორი? ყოჩაკ შვილო, ყოჩაკ, სტუმრის დახვედრაც ასეთი უნდა. გაიცანი, ეს დედაჩემი. ეს დედაჩემი კელპიდე გახლავთ. ეს კი ჩემი კალიშვილი, მარინე. დედა, ჩვენ ცოტა დაისვენ. შემდეგ ნახოთ როგორ გაგვიმასტილდება ჩემი კალიშვილი. მობრძანი. ბებია, ისეთი სუფრა უნდა გავშალოთ. ისეთი რომ ხაჭაპოჩი ბლომა ჩადები ყველი. ჩადებელი შენ გარდადა ბებია. ხოდა. ისილებს. Fiziko, რა კარგი დროს მოხვედი. მოდი კაცმები დამაჯერინე. რომელს ვიბრძანებ? ერთი აი ის. კოჩორა? კოჩორა
ჩემი გაზიდია. ეგრეც თუკანი ვარია. მეორე ეს ხვინჩილა. კარგად შეგითვალიერებია. ის ხვინჩილა. ეს მოხუცი არქიტექტორი. შენზე უკეთესად. კაი გამარჯობა. დებეშა. აიმე, კირილე, ცუდი ამბავი, ხომ არაფერი. მე და ცუდი ამბავი. გამოჩნდები იწყება 1 აგვისტოს. ველოდებით მარინეს. კოსმის. ნატო და ირაკი. ფერიკო კიდევ ერთი კვირა და ფინიში მივემგზავრები. მართლაც ამბობებია? რა იყო ბებია, რამ შეგატოვა? როგორ თუ რამ? ეს მაინც 5-ზე სადგისტუმრე. ომში რომ არ იგდობრებ დეიდე პროცესი რა მოხდა ასე? ამბობენ პატარა აქვს 100 თვალი აქვს. ისილოკი. იჭიკუ ამბობდა. თბილისში მანკანერი ხა ქათმერი ისყრება. მე ადამი ფაროს ვიმყავს ამის მეკო. რას მგზავნებ ბიჭო მიხუმრა ალბათ. დედიკო. ჟენი წირე მოშელი. მოდი ახლა მე და შენ ერთი ძველებური სიმღერა ვიმღეროთ. მე მღერება ახლა მე. ხო დეიდე პროცესი. იმღერე პროცედე. შეროგერი 25 წლის გორია ჩემი თავი. შეიძლება გადაწყვეტილი აქვს დაიწყოს აი ამ სკოლის გვერდი. ჩემი საგრი. კულტურის სასახლე უნდა აშენდეს გამგეობის სახლის მართ. აი ამ თავისუფალ ფართობზე. უნივერმაღი კი აი აქ. აი ამ ძის ნაპირას. როდესაც მოედნის ცენტრში დაიდგმება ლენინის მონუმენტი, მაშინ თქვენი საზრით მოედანი მიიღებს არქიტექტურული ანსამბლის მთლიან სახეს, არა? დიახ. მარინე. გამარჯობა. მამაჩემი არ გინახა? მამაჩემი გამგეობაში. მართლა? აბა გადიქე. სად გადიხარ, რიგი?
მოდი მარინეს ჩაისკრიფაში ვშევ. რომ არ მიცალია, ხომიცით გამოცდებისთვის ამზადები, თორემ იმეცადინე. აგრონომი უნდა გახდე, აგრონომი. აბა. ისეთი მამაჩემი გამგეობაშია. მამაში და არქიტექტორი ფერმაში წარიგენ გიგია. ფერმაში? ხო. რა სურნელება? ხილასთან მიდიხარ? რაც თბილისიდან ჩამოვედი არ მინახავ. მითიქ მოვიდა, წავიდე. კაფეებს საჭმელი მოუტანე. შეასად არის? იქ არის ფერმაში. იმ ახალგაზრდებს შელაპარაკე. ისე კი ძალიან გაუძედა საუბარი. დაიცავით ძველ ჰიგიენური წესები. ხალი თავის დროს. ერთადაც ვიტამინური საკვები ყოველდღე მისცა. ვიცით? დავარდიბოთ კრიალა. მადლობა. როგორ მოგვანატრეთ თავი? რახანია ჩვენს ფერმაში არ შემოგინახებია. გავიგე უჩემოთ ძალიან მოგიწყენია და აბა. ჩემი ცრემლის მდინარე აგიგდა. იმ დინარეს გაუფრთხილი ეს კაცი არ მოგწაწო. ვინ? მინდა ყოველდღე რო ტრიალებ შენს ფერმაში. რომელი ეს ექიმი? რა თვინი იმუქება? იცოდე რატო? ამ ხულა ტიტილებში გარეული ალბათ ტრენად მოეჩვენე. არის შენი შანისკარტების ამბავი თუ არა? ვისი ტრედი ვარ და ვისი? ხვავი. ხომარგიდე მართლა გახმაო. საკეთე და გჭირდება ოჯახში თუ ელით იღებ ნაკვეთს ხავს ელით. ხესენას უნდა დაედოს ის ნაკვეთს ხარ. შემოვარდება ჩვენ ფერმაში და ჩემი ქაფებია და დამაჭიობე. ვარ დამნაშავე? საქარივით მოვდება და საქარივით. მანამ დიდ შემოვიცდები ხოლმე. უბრალოდ ხელს არ არის საბჭო მოვაკრებინე. ფასელგული მინდა. ვიქნები. სიცოცხლე რა იმერტანაკარე. რა ვივიდე, ის ხუბო. რა მაგასაც აჩუბარი. მაგ ბენზინი სახელდებოდა. ერთი ბოთლი. მაგრამ რა გადაიქ? თავზე ერთი ბოთლი. და ერთი ბენზინი სახელდებოდა ზედაპირ. ჩემთან გადაედინა, ჩემთან. ერთად გადაეკიდე ეს მაგა. არა, საერთოდ მოხდი რა? ეგეც ხო რა? რა მოგივიდეთ რა ამბავი? კრიალა მამაშები არ გინახარ? ამაშენ და არქიტექტურის სოფელში და. სოფელში და მე იგი მანე დაბრუნდები. ახლა მოდი რა ვაჩერებ და. მიბძანე, თორე შენ მამა გნული სურნელება თავი დამახვია. მე ბიჭიკო არ ვიყო. ბიჭიკო, თუ ფეხი დავდგარ, ჰა? მოდი, კაბა მოგადო. სადიყაა ზებია? რამდენი ხანია აგრაფინა გელოდე? აგრაფინა, ისეთი კაბა უნდა სიმკერო, ისეთი რა? სტომარი მუშაობს. აკარი, რამდენი ხანია მოვიდა. მე კი სულელმა მთელი სოფელი შემოვიდა. რა, ბებია, სტომასეზე. არა, ბებია, ბიბიკოს ნახვა მინდოდა. აგრაფინა, იცოდე კაბა არ დამიბიანო. პირას მოდი, გენაცვალე და მზად იქნებ, კარგი.
მარინე თქვენ მოკალით ზერა შვილო რა მოხდა ბებია მარინემ ზერა მოკლა მართლა ბებია შიგულში მოაყვება შიგულში დილით გნახეთ მუშაობ. აბიჭი. საღამოს ხანი. ხელი კლანტაცია დაისწორდა კიდევ მუშაობ. პირდაპირ მიგვიხ როგორ შეგიძლია ამდენი მუშაობა. დილით გნახე გარბოდი. შუადღეს გამორბოდი. საღამოს პირია და ისევ დარბიხა. პირდაპირ მიგვიხ. როგორ შეგიძლია ამდენი სირბილია? რამთენი? სიმართლეს მოგახსენე. შენ გონია მე არ მინდა მუშაობა. მე და მუშაობას გული ვერ დაუდები. მარინე. არ შემიძლია მიწესთან გიბას გაჩერება. პირველად მე წასი ვიყარ. მე თავს დავადანე. მუშაობა შევეცვიდე შრომა ჩვეულებად გადამექცე. მე ალბათ ვერასოდეს ვერ შევძლებ. ეს ადგილზე გაჩერებას და მუშაობას. შენ ასე ფიქრობ? მე გიმგონია მალე ისე გამოიცვლები რომ შენ თვითონ ვერ იცნობ შენს თავს. თვითონ ინსტიტუტი გარდამქმნი? არა მარტო ინსტიტუტი. თვითონ ცხოვრება გარდაქმნი. კი. მარინე, მიტიკა. კრიალა. მიტიკა. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა გოგოებო. კრიალა, მარინე, ხომ თბილისში მიდ. ხომ მიდიხარ? ხომ გარეთ მომდები? აბა, არ შეგვარცხინა ისეთი. აბა შენ. მარინე, ხოლმე უცილებ გამომიარე. ნახანდი. კაი გამარჯობა, ორივე მარინე, კაი გამარჯობა. გამარჯობა დიდი კირილე. გამარჯობა. აღარ თხოვდებით, მოგოებო. რატომ ჩქარო ფასე ჩვენ გასხოვებას დიდი კირილე? იმიტომ ბიძია რომ ერთ-ერთმა უნდა გამოიცვალოს გვარი. მოვა თუ არა წერილი მარინე ფერაძის სახელზე, გამიჩნდება თავსატეხი. იცი რატომ? შენ რა გიცი ბიძია რა? წერილი მეტი არ გაწუხე. მე კი ამბო ხუთმა უნდა ვარკვიო ვისია წერილი. ორივე მარინე, ორივე გიორგი სასული, ორივე ფერაძე. მიგეშენია დიდი კირილე. მალე მარინე გმირისწოდებას მიიღებს და თავსატეხი არაფერი გვექნება. ისეთ კარგი რაგემა. აგერ ხარს ორივე და თვითონ იმტრიეთ ამ წერილზე თავი. ძირფასო მარინე, პირადად თქმა ვერ გავდე და წერილით მინდა გაგიმხილოთ ჩემი გრძნობა. ეს შენი წერილია მარინე, ჩემი? აი ხომ ხედავ ბიძიებო, რა გაუგებრობა შეიძლება მოხდეს, როცა მისამართი გაურკვეველია. გათხოვდით გოგოებო, გათხოვდით. Sadacığım gulsabne. Sapışkada da ki. Sapışkada da ki. Beni aharım onu dedi. Çıkar. გამარჯობა დედიებო, გამარჯობა. Biçiko, გამარჯობა. იცი რა მადარებეზე გვამიანდება. Biçiko, წელი ალამ რო გნახოს, ასე გამშვენიერებული თქვა დაკარგა. განა ხა. მერე? აღაკარგეთ ისეთი ძელი კოლმეუნება რომ გამოსუხარ დადებრა. გულსაბნები დავკარგე, ბიჭიკო, გულსაბნები. არის თალიანი? აბა, დედაჩი მისახსო. აი! არა, ფიში არ მეშინია. როგორ ხარ? რა მარია? გულსაბნებს ვეძებ, მამა, გულსაბნებს. დაბროში გადაგარდა, დაბროში. თავი რატომ არ დაკარგა? თავი არ დამიკარგა. თავი ადგილზე მაქვს, მამა.
ზედგეთყობა შენი სიკეთე. რახანია დამორიალობ და ერთი ჩემოდანი ვერ ჩაგილაგები. ყველაფერი მზადამაკ, მამა, წაბა, დამძაცმელი, წიგნები, გულსაკნები დანაკარგა, თორემ გულზე რატომ არ დაიხედე, გულზე? ოი, აგერ არ მქონია. იპოვებია. დიდა, დენი, ძერმი საგანძალა გამომესხალა. მეტიც გეკუთვნით, მეტიც. ესეთი ციდა გოგო, ორივე თითის არის გატრიალებს. ხანახეთ ხანიჩი. არა შვილო, არა, შენგან არაფერი არ გამოგრაფეს. მოყევი ახლა საყოდუც. უნდა ჩამწარო ბავშვს საყუდიან წასვლა. შენ თუ არ გამოესარსლე დედაჩემო ისე როგორ შეიძლება? რომ მთელი დღეა ამოდენა ქალს, ჭკუაც ვასწავლი, ვარიგებ, მაგრამ რა, შეაყარე გადაც წარცვი. მიგეშინი, მამაჩემო, რაც მითხარი, ყველაფერი ზედერა. კი, შვილო, კი. არ გჯერა? ყურიდან. კარგად ვისწავლ. ვიანა, ვიყო. დიდი ირაკლის და ბიჭოლა ნატოს ყველაფერი გავუგოთ. წერილები ხშირად მოვიწერო. ჩვენი კოლმეურნეობა არ დავივიწყო. კიდევ რა? ნუ მაგინდა, ადამიანი, რომით ხდება ცნობილი და არა უსაქმურობი. ახლა, შეაყარე კედო, ცერცი, ხა? ხედავ. კარგად აგიმახსოვრები. რატომ ჯავრო? იორ ჯავრო? რატომ ჯავრო? არა, ნამდვილად ჯავრო. გაიცინე, ეხლა გაიცინე, თორემ აქედან ერთად არ მოვა. გაიცინე. შენთან სერიოზული ლაპარაკი ყოველდღე შეუძლებელია. რომ შენიცი შვილო, ოჯახი არ შემიწვი. როგორც კი გამოცდები ჩაბარო, ებეშით მაცნობე. ეს კოლეს დაგჭირდება. ოღონდ შენიცავდა შვილო და ყურადღება შველი, აქედან არ მოგა. გაჩვენეთ ახლა, ეგოფათ. ბიჭიკო, იყიდი თუ არ მანქანას, ინტერესდა მომდიას აიგიან. სკოლაში ყარბებია, ზაში არ გამჩივდე. ბიჭიკო, ქუჩაში მარტო აგო, მატარებელში. ხანჯერადი გადასწრო. ირაკლის და მის თავს მოკითხა გაიწო. ხარი. ისინი მინახულონე. აბა, ერთი აქედდა მენახე ჩემო მარინე. მართად ქვეყნის თვალი გამხდარა. ჩემო ჭიჭინა, როგორ გაძილა. მოგზად. ბიჭონა, ეს თქვენ დედიამ გამოგიგდანა. მადლობა. ეს თქვენ დიდი ირაკი. დედი ელკიდემ გამოგიგდანა და შემოგითვალათ სიკვდილის წინ ერთხელ ნახოსო. რა დროს სიკვდილია? შემოდგომაზე მოვინახულებ. დიდი ირაკი, ამაში ჩხაბერია. მამამ გამოგიგდანა. ეს ბიჭიკოა. ჩვენი კოლმეურნეობის წაბედა უნდა იყიდოს. აბა, ბიჭინა, მოგიყვებით თქვენი სოფლის ამბები? ჩემი გიორგი როგორ არის, ა? კარგად. მადლობა. რა ამბებია თქვენთან კოლმეურნეობაში? წელს ბევრი წაი მოკრიფი არა? ჩაი ბევრი. ბიჭერაკი, მამამ შემოგითვალათ ისაო, პროექტის საქმე როგორ მიდიხარ? პროექტი კეთდება. თინა, დაურეკე არქიტექტორ ნამორაძეს, რომ პირველი საათისათვის ინსტიტუტში მოვიდეს პროექტის ნახაზები. კარგი, მამა. მისმენთ? გამარჯობა. ჩვენთან არის ახალი?
ჩვენს ბინაში ამ დილით მომღერალი ჩიტი შემოფრინდა. ვინ არის? არ გეტყვი. მოგჯანდით და გაიცანი. ინსტიტუტში მისვლა არ დაგავით. აფრინდა კორია ფრინდა რაგლი ჩაიდირა ზედამდე ზადედალსა ჩათა არა ჩაიბარე შენი ფიტო ლევან მოიტანე აი მეგობრობას ასეთი უნდა შეხედე რა კარგად გაუკეთებია დედა ხონკარგი დერა ჯერასი კარგი ჯერ არ გამიგონია შვილი სალამ დედა თამა კაკა ხო არც იმიკიდებს ერთი ამიცენი რა სილამაზია წერაში მიპასუხე ერთი მოასურე შენ რა იცი ლევან შენ რა იცი რა სილამაზია ამ წერაში მოიცა შენ ამ წერამ რაღაც მეტისმეტად აგარევა იცი რა მიდირა მოიყვარული ძმა სოფლიდან ჩამოდი დიახ სოფლიდან ინსტიტუტში შედიხარ ინსტიტუტში აგრონომია სწორედ თქვენ ჭირდებთ მე ჟურნალისტად უნდა გადაგიდე ჟურნალისტები ჩავიდეთ აი იქ არა მე ვერ დამოლდე პროფესორს ულოდი არაფერია გოგონა ერთი წუთი გოგონა გადაგიდე აი სიმივია ციგნი ხელში აი ასე არა სიმივია არა ასე მოიწია გაიგეთ გოგონა ლევან შოთა განზევიდე მარინი შოთა მარინი ოჰო აი თუ ნორმალ მომღერალში მელაპარაკებოდა ფილა სახში მიდიხარ პროფესორს ელოდება დიახ პროფესორს არა ბიჭიკას ელოდები აი ისიც ნახე მანქანა უყიდია არ დამხარ მოდი ლევან შეიარე ჩემთან სამსახურში უთხარი შენებლობად წავედი მოიცა იცი რა მიდირა სიყვარული ძმა აფრინდა კორია აფრინდა უკვე 9 საათია. მესამე ღამეა შოთა 100 ადრიანში. დედა თამარ, წერას ამბავი ჩეხოვის თოლიას ამბავს მაგონებს. თქვენ ყოველთვის აზრიადებთ ჩემო ლევან. თუმცა არ დგასაკვირია, თქვენ ცოტა რომანტიკოსი, ცოტა ლირიკოსი ბრდანდეთ. რეალისტი? მხოლოდ რეალისტი. არა, მე არ მინდა თქვენ აგაღელვოთ, მაგრამ ჩემი ვალია, როგორც შოთას მეგობარმა,
გითხრათ სიმართლე. თქვენ როგორც დედა, ბედნიერი ვიქნები შვილის ბედნიერები. დედა თამა. არა, მე კარგად ვიცნობ ჩემს შვილს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ გადამწყვეტ ნაბიჯ ცხოვრებაში ჩემი შოთა დედის რჩევის გარეშე არ გადადგა. დედა! აი ჩემი მარი. დედა თამა. მიულოცა. ასე მთელი დღე დაგაკო შეიძლება? ხვალ გამოცდა და ჩასაბარებელი. მარინე გერას, აიღეთ ბილეთი. ნომერი 13. ოშაძე თენგიზი. დაიწყეთ. ერანი მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის სვალს უკეთესად, როდესაც თავისი ქვეყნისა და ხალხის უკეთესად ემსახურება. მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეუძლია თავის ხალხის უკეთესად ემსახუროს, როდესაც კარგად იცის თავისი ხალხის ცხოვრება და ღრმად ჩასწვდომა მის ჭირვალა. საკმარისი. თავისუფალი და. სანიკიძე ნათელა. მოგიღებს ბილეთი. ძველი ქართული ლიტერატურის მთავარ თემებს ქალვაშის სიყვარული, გრაინდულ გმირული თავგადასავალი და რელიგიური განცდებით შეადგენს. ზორია. რა დამახასიათებელი ვაჟა-ფშევანის შემოქმედებაში? ვაჟას შემოქმედებაში ყველაზე უფრო დამახასიათებელია ბუნების ყველა საგნისა და მოვლენის საყოველთაო გასაცდელი. საკმარისი. თავისუფალი და. მინდა ქჩეკიდე. ფერაძე მარინე. მოგდანდით. დაიწყეთ. ხომოიფიქე. ნუ ვეხო. მესამე. როგორც ხედავთ, თქვენ ბილეთი არ იცით. რა შეგიძლია გითხრათ გამოჩენილი რუსი მეცნიერი მიჩურინის შესახებ? გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი დაიბადა ქალაქ მიჩურინში. თქვენ გინდათ ვთქვათ, რომ მიჩურინი დაიბადა ქალაქ კოზლოვში? დიახ. ქალაქ კოზლოვში დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი. მიჩურინი. დიახ, მიჩურინი. მიჩურინი დაიბადა 1855 წელს დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. შემდეგ გალა. ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი დაიბადა 1800 ჩვენ უკვე ვიცით, როდის და სად დაიბადა. დიახ, ჩვენ უკვე ვიცით, როდის და სად დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. მიჩურინმა სცენართა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვან კანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. დიახ. სცენართა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვან კანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. შემდეგ სცენართა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვან კანახევრიანი სხვას რა სიტყვით სხვას? სცენართა შერჩევის გზით ანტონოვმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვან კანახევრიანი ვაშლი მიჩურინის ვაშლი გირვან კანახევრიანი ნახევარ გირვანკიანი მიჩურინის ვაშლი
ეხლა დამშვიდი. უკეთ მოემზადე და მომავალ ჩაგვაბარეთ. დაწვა. ბაშლი. მიჩურინის ბაშლი. ეს მიჩურინის ბაშლი კი არა, ჩემი ბაშლია, ჩემი. ეს მიწური გელდა. ბაშლი დაკი. აჰა, აი. აი. აბა გავიგოთ ვინ გახდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება და გადაეცეთ ლენინის ორდენი და ოქროს медаლი ნამგალი და ჩაქუჩი ხორიძე შალვა ისიდორე ხორიძე ეს ხონჩენი სოფლიდანაა მეურნეობის ბრიგადი არქივი მაგასაში ტრიჯინა წედახი როგორ ტრიჯინა არა დედა მე თამრი კონკრია თამრი არა ტრიჯინა არა მე თამრი კონკრია თამრი სუჩუმას აბაყული მარინე გიორგის დასი სოფელ ნაგომარის ლენინის სახელობის მეურნეობის მერგოლი ეს ხონჩენი ტრიჯინა სოციალისტური შრომის გმირი მაგო იქშეცდომა ხომ გაიგონე ფერაძე მარინე გიორგის ასული ბრძანებულებაში შეცდომა არ შეიძლება დამჯერებელი არაფერი არ არის მომილოთა შემოდაიგონი ჩემო კარგმა მეგობარმა მიიღო სოციალისტური შრომის გმირობა მე მაგ გოგოს თავიდანვე შევამჩნიე რომ ერთი სიტყვით დღევანდელი სადილის მიზეზი მე კი არა ჭრიჭირა იქნება მამიკო აი თუმე რატომ დაფრინავდა გუშინ სიხარულისაგან ჩემი ჭრიჭინა იცოდა ეს ამბავი და დაგვიმალა იმეს არა ჭრიჭინა მენიერი გოგონა უკეთი თამდაბალი ნიჭიერი 19 წლისა და უკვე სოციალისტური შრომის გმირი რასაც იხოთ ჩავიჭერ ჩაიჭერი რა ვნახე თავს ხარ მოვიკლავ არა წარმოიდგინეთ ერთი ჩემი მეგობარი ხდება ჩვეულებრივ გოგონას შეიხმარებს გადაწყვეტს მის შექმნას მეორე დღეს ამ ჩვეულებრივ გოგონას ენიჭება სოციალისტური შრომის გმირობა არ არის ეს გასაოცარი ბედი საინტერესოა ვინ არის ამ გასაოცარი ბედის პატრონი მალე გაიგებთ ვინც არის ლევან თქვენ დღეს რაღაც რებუსებით მელაპარაკეთ ამ ბოლო დღეებში ჩემთვის ყველაფერი რებუსია ირა შეგებე გმირი ქალი კიბეზე ამოდის ჩემო მარინე ჩემ სახელოვან მარინეს გაუმარჯო ეს მაგო გეგონა ვერ გავიგებდი მოდი მადლობა ვაგაიგე შიხრა ამბავი მოგვიტანა ყურადღება მე ვიმოძეთ გადავიღო ჩვენი სახელო არა ხოლო სადი მუკაბაში ხარში ჭრიჭინა აბა საერთოდ თქვენი გამოიცვალე ტელეფონთან ალბათ ლევანმა უთხრა ჩემი და შოთას ამბავი რამდენი მასინე ნონა მოგწონს ეს გოგონა რა მოხდონი სოფლიდან ჩამოსული ჩვეულებრივი გოგონა ეს ჩვეულებრივი გოგონა სოციალისტური შრომის გმირი გახავს მარინე გიორგის ასული ფერაძე მარინე მისი გმირობის ამბავი დღეს რადიომ გამოაცხადა ხოლ გაზეთებში იქნება აი თურმე რას მივოცავდი ლევან შენ რაღაც ძალიან დაინტერესებული ხარ ამ გოგონაზე მე არა მაგრამ ჩემი მეგობარი კი ახლა
ახლა უნდა უთხრეს იმარკი. არა. მე მირჩევნია ვარსკვლავს ხედავდე ქალის ბუნკერზე. ვიდრე სისხლორეულ სივრცე. მე უნდა გითხრათ რომ გათხოვა. სალამ თქვენ მოგითხრობდეთ თქვენი გმირობის შესახებ. არა, მე მინდა გიჩვენოთ ერთი ფოქუსი. ყურადღება, გამოვუცირათ. მარინე. შოთა თქვენაა? მარინე ძირფას. დედა ძალიან გახარებულია. დიდი სიხარული დგინოთას. ძალიან მახარებ შენი ამბავი. ბაბატიე, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი გამოჩენილი ქალი იყავი. მე გამოჩენილი? არა, შოთა, არა. მოვდივარ. ახლა მოვდივარ. შოთა. შენსახელვანი გოგონა ხარ. მე მამა შენი. არა, ბიდი, ირაკლი, მე არა. მოგრძანდი პატიჩეს ალექსანდრა კლიპი. ბიდი. ეს შემინებდი საი გოგონა. მაგის ამბავს ახლა მოგიწევ. მოგრძანდი. ტრიჯი, ეს შეჭადი. და დიხურ ხათმილით გამოიცვალე. ტინა, მე არა ვარ, ტინა. გურე ბარაი. მოგდამინე. დიდი ეფროსე. დიდი ელპიდე. მარინე. მამიკო, ტრიჯი ნაერთებარა. როგორ თუ არ სადარა? მარინე ბიჭიკოსთან ერთად მანქანის სოფელში წავიდა. სოფელში წავიდა? აფერმეთ. როგორც ჩანს, ტელეფონით სოფლიდან რაღაცა წავიდა. ამბავი. დამოხდა. გარდაიცვალა ედია ელპიდე. ედია გარდაიცვალა? ეიდა ელპიდე. რატომ მარინე არ გვითხრა რაფერს? კეთილშობილი გოგონა. არ მოინდომა გაემწარებინა ჩემი დაბადების დღე. ნატო. დღეს უნდა წავიდეთ სოფელში. კინა, გავგზავნეთ ეპეშა გიორგის. შევკეთეთ გვირგვინებ. ნება მომეცით, გვირგვინებივე შევუკვეთო. მე თქვენთან ერთად მოვდივარ. ნუ გეშინია ტიჯინა. კარგად მოემზადები და გამოცდებსაც ჩააბარებ. ეპეშა, ეპლოსკიდე, ეპეშა. მოვიწერე ხელი, ელვათ ეპეშა. მოვეცით, ცუდი ამბავი, ხომ არაფერია. მე და ცუდი ამბავი. თვალებზე ბინდი გადავეხარა და მიგიტყე გენაცვალ. ხარეთრებლი დავსტირით ძვირფას ელპიდეს ხედა. ბრავო, ელპიდე მომწერაო, ჩემი ერთი და ვაი. ხარეთრებლი დავსტირით ძვირფას ელპიდეს ხედა. ой, ჩაებროთინე, აფერი მიხარ, დადა. თოთანი ყოდა, ეთა მოვიდა, ეთა. ატალი ელპიდე. ამოხდა ბებიინე. აგეთი შეფასეს არ ამბავია. კაკო, რაღაც ამბავი
მოგადიე. გამოხდა რა ამბავი? ამბავია ნეტარი. იქოსი სხვა. ვაი მე დეიდელპიტე ცოცხალი ხარ? მარინეს ხომ შემთვრა? მარინეს? ვაი ბიჭო. ბებია კიდე მართლა მომკვდა. რა კიდე? სანარი გები ძიძინა ბებია. ასკვა. ყველა ცოცხალია შე აღგატინეს ბიჭაკირი. რა ვიცი ბიჭია. ყველა ტირონა და მე ჩავდირი. გიორგი, ნუ გაშინია გიორგი, ყველა ცოცხალია. გიორგი. დამაგებინე ბოლოს რა ჩნიათ საქმე? მე შენ გეკითხებ ჩემო ირაკლი. ვის შემოუტანეთ ეს გვირგვინე? მაწვილო, რას ნიშნავს ყველი ეს? ხობთ მაპატიოთ, მაგრამ შოთა. მეც მწარედ მომატყუეს. არ მოველოდი ამას მარინე. შოთა. ამ ხნის კაცი ვარ და ასეთ ამბავს არც შემსწრები ვარ და არც გამიგონია სწორად. თორე გითხრა, არც მე გამიგონია ასეთი ამბავი. ფიქრობდა ვერ გამიგია. რა დასჭირდა ჩემი ასე გამასხარეება? ერთმო, წავალ ბილეთებს ავიღებ, თორემ უკან არ გაგვატანონ ის გვირგვინები. ამას ვისხედავ. საიდან სადაო? რამდენი ხანი აღარ შეხვედრივართ ერთმანეთს. გამარჯობა არჩილ. იცნობდეთ, არქიტექტორის შოთა ნამორაძე. აგრონომი არჩილ დიდია. არჩილ, შენ თბილისში მოდიხარ თათბირზე? თათბირზე არა. საოჯახო საქმეები აქვს. ქალს ვირთავ. მართლა? ვის ირთავ არჩილ? მარინე ფერაძეს. მარინე ფერაძეს? სოციალისტური შრომის გმირს? როგორ? თქვენ იცნობთ თუ? მარინე ფერაძეს ვინ არ იცნობს? რადიო მის ამბავს ხვდება და გაზეთი. ოდიში, როდის გადაწყვიტეთ ეს ამბავი? თქვენას რატომ გაინტერესებს? დღეს გადავწყვიტე. აპატიეთ? დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთში თუ? რა თქმა უნდა დიდი ხანია. აბა როგორ შეიძლება ასეთი სერიოზული საკითხის უეცს არ გადაწყვეტო? სწორედ. როგორ შეიძლება ასეთი სერიოზული საკითხის უეცს არ გადაწყვეტო?
ნახვამდის. მამი, ეს ვინ გამაცა? ვიცი. დედავი რა მოუვიდა? ნობა ადვილად მიითვისე. ბებია შენი ელფიდე მკვდრად გამოაცხადე. ერთი სიტყვით საქვეყნოდ გაიწვის სახე. არა, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. სიტყვა შენთან არ გადის, იქნებ ცემამ გამოგასწორო. ცემე მამაჩემ. ცემო რა საგადისია? წადი მომხდი. ორდოდი ნახო შემათვალებმა. აში ხარი. გაგიჟდი ბიჭო. ნახში გიდა ჩაგდო. შენი ბრალია დედა ჩემი მგოგოს ასეთი ფუქსავატული არ და. ძალიან კარგი გაჟი. შენი გაძრდილია და შეგეკავდა. ნუ გეწკიდება გიორგი და მარინეს სახლდაში შენ წაგებ პასუხს. ჩემო ირაკლი, შენ კარგად იცი მარინეს დედა ადრე გადაეცა. შენზე სულ პატარა დამჭი. თავის მართლება რა საჭიროა. ისე მე მგონია იმ ამბების შედეგად რაც გუშინ და დღეს აქ მოხდა მარინე ყველაზე მეტად აისაჯა. დიახ, მარინესათვის ეს კარგი გაკვეთილია. ჩემთვის არის კარგი ობეთი. არა მარტო თქვენთვის, ამ გაკვეთილიდან დასკვნა მეც უნდა გავაგებო. როგორც კომკავშირის კომიტეტის მდივანმა და როგორც მარინეს ამხანათმა და მეგობარმა. თვით კრიტიკა მეტად სამართლიანია. თქვენ ფიქრობთ, ჩვენი საზრით, მარინე უეჭველად უნდა ჩაევას მუშაობაში. სწორია, არა თქვენი ჭირვით არა. ტყუილიც და ტყუილი. მე მგონია თქვენ ცდებით ვიზია გიორგი. აი, ნეტავი ვწდებოდე. შენ შეახცხვინე არა მარტო ოჯახი. შენ დანაშაული ჩაიდინე კომკავშირის. მეგობრების წინაშე. დროა. ჭუა გმართე. შენი ასე ცხოვრება ყოველდღე შეუძლებელია. ჩვენ მეგობრაკებით ერთი შეაყარე კიდევ ერთი. იქნებ ფიქრობ შენ აქციას ვინმე გაამართლებს. მე არ მithქვი გამართლებს. თქვენიც მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. რომ მე ფუქსავატი გოგო. მაგრამ თქვენ არ იცით აგრახდი. შეწყვეტია. დედა გამიგებდა. შეთა მოვატყვი. დავგა საყვარელი ადამიანი. გდარია ჩემი გული. გადავდა ჩემი ცხოვრება. Fizilам უნდა გაწყვიტოს ყველა მამაკაც. გამიგდე სახლიდან. ჩემთან წამოდი. ხუმიჩი ჩაისკრება. მე დაგეხმარები. მუშაობაში ეჩვევი და დარდიც გაქრება. ყველასათვის საყვარელი გახდა. მე ჩემთან წამოდი. ჩემთან შევია ჭიჭინა. თამაში იმდენი საქმე მაქვს. გუშინ ინკუბატორში პატარა ციცილები გამოიჭიქა. უღლა. შეხომ გიყავს და ჩემთან წამოდი ჭიჭი. პატარა ციცილი. მარია. რეალასთან წადა. შესაძლოა მუშაობული ვიქნები. შეცხული და აღარ შევიძლია სახში გაჩერდა. ჭიჭინა, ახლა თუ ხოლმე დაგიყვანოთ ფერმაში. ბიჭიკო, ახლავე დამიყავთ. აღარ შემიძლია სახში გაჩერდა. Ჭიჭინ. გაიგე. გაიგე უკეთდა. Adică. Vreți și muşavi schiveli treia. ირისებს საათზე გამოცხადები ადგილზე. გააღებს საკაცნე. უპირველეს ყოვლისა სასმელი წყალი. ძველი უნდა გადაყვარო, ახალი დაუსვა. დარეცხავ ჭურჭელს.
და მისცემ დილის საგენს თუ არა, გამოხვედა საკითხი. იატაკი კარგად უნდა მორეცხო ყოველ დღე. კედლები კვირაში ორჯერ კირით უნდა შეასეთო. აი აქედან იწყება შენი მუშაობა. აქ 500 ტიტილია. 500-ვე სანაშენო ფრინველად უნდა გაზარდო. იცოდი ამას აბსურდო უნდა დაემართო. თავით ჯერ უნდა დამოწილდეს. ჩამიბარებია შენ. აბა, შენ. დილის 6 საათზე ავით. იატაკი მორეცხი. კვირაში ორჯერ კედლები კირით შეაკეთე. შენი როდის დაიზრდები? არც თავი არ უნდა აქტივდეთ, არც სურდო არ უნდა დაგემართოთ. გესმის? თქვენ დედა არ აკეთებს, ხო? თქვენ ინკუბატორში გამოჩეკიდები ხარ. ტრიტინა. ტრიტინა მოტრიტინა ბუა. მერედა, იტრიტინე, სიტრიტინე შეშუტაჭიჭი. შუმა დახმაურობა არ შეიძლება. დადი, თქვენ საქმეს მიხედეთ. დადი. ამას სურდო არ დაემართო. მარინე. როგორ მაგანატრით არის? საგამოსწრია და კიდევ მუშაო. რა დრო გასულა? შენ არ ამბობდი, ეს ადგილას გაჩერება არ შემიძლია. ეს მაშინ. ახლა კი შენ კარქალობაზე მთელი სოფელი ლაპარაკობს. კორესპონდენტი იყო შენთან? კი. კაცნების ხელში სურათიც გადამე. შენი ბრძანებელი მოვიდა. დამები გოგოებს.
გიავა. რატომ ხდება ასე რომ ადამიანი ზოგჯერ ხელს უშლის საკუთარ ბედნიერებას? არ მესმის რაზე ლაპარაკობ. აბა რა გამოდის? იცით იტანჯება შენ აქ. არ უნდა მოეღოს ამას ბოლოს. რა? ჩვენი შეხვედრები მუდამ ჩხუბით თავდება. ალბათ არ უყვარ. ასეთი ჩხუბი ზედმეტი სიყვარულის ბრალი. შენ ასე ფიქრობ? არა ვარ მართალი? როგორ წვი? დავალ ძილებს ახლა. შენ აგზანდები? შეხლა ხომ არ გამოგაგდეს ეს სამჭირო მოყვეს. ხილი მოგიტანე. რა ყურადღებიანი ვზანდები? გამარჯობა ძიძინა. გაგიმართ ბიჭიკო. Ugosgera, Sardisaga, Sandrikas, Akchetli, Kariskali, Prigali Mitrial. მერე რა ხარ ფულად გულში გიდეთ? რამდენჯერ დააპირე, მაგრამ ვერ გავდექი. რა არია გაუბედა? შენ გადაჭრი დაუშვი საკითხი. ან ხო, ან არა. ნუვეცი. ან ხო, ან არა. Kriala. Kriala მომიწმინე. რა უნდა მოგიწმინო ამჯერად? Kriala მომიწმინე მეტად სერიოზული საქმე მაქვს. საქმე? რა საქმე გაქვს? Kriala, ცეცხლი მეკიდება. ცეცხლი გეკიდება? მერე და ყარი დაილია ამ ქვეყანაზე? Kriala, შენ ხუმრობ და ვერ წავდნი ამოდენა კაცი. აბა, როგორ ჩამოხმი შესაძლოა? Kriala, მომიწმინე, თორე. არ ვიცი რა ხიზარ. რაც კი ნაიცქენ. დედა, რა ფაშინებ ნეტად? ასე ხომ? ბიჭო, რა შვები? აქ ვიქნები, სანამ არ მომისმენ. მაინც ცეცხლი გეკიდება და წყალი ჩააგრობ, ვიყავ მოგიხდება. ვიქნები. უნდა ვნახო ერთის თანამიდგები მან. ბიჭიკო, დაიხურე ქოლგა დასმევდები. შენ გული კი არა? მაგაც, ხა? ბიჭიკო, რა მოხდა? არ მეტყვი ადამიანო? ბიჭიკო. Kriala, მიყვარხარ. რამდენი გითხარით რომ აქ შემოსვა არ შეიძლება? ეს არის შენი საბალოება. დიახ, ხვიდე გავას. თავმჯდომარის განკარგულება. ფერმის გამგის რეზოლუცია და შენ ვინ ბრძანდები ისეთ რომ კატოს ამბობ. რაიქოვში გიჩილა ბიჭადა, რაიქოვში. ამხანაგ ნუხმაურო. ქათმის ნერვებს ნუხი. ქათმის ნერვებს უხსნები ადამიანმა რა დააშავა ერთი მიწარი. რამბავი. ამხანაგ თავმჯდომარე. ფერმის განკარგულებას არ ასრულებს. თავრობის დადგენილებას არ ემორჩილება. სანაშენო ფრინველს აბაზობს და გეგმას. იტილები გავატანებ? დახო. სანაშენო ფრინველი გადატანებ? ამხანაგონის იდორა, საყვედური სამართლიანი. ამხანაგიოი. შვიდობა აკავრობას და ტიტილები ჭირვან გამისვიდა. ქართლებს ისეული მელია შეეცდა და პროგრამი ჩანაგა და ახლა ყველაფერს ხوار გაითვალისწინებს და ირის დასახოსა და მელიების შესაქმნელად არ ვდის ჩვენაც სანაშენო ფრინველი. ველებარ ვახმანი ამას. მოიცე. მარინე, სანაშენო ფრინველი უნდა გავატანო. ორფეხა მელიებს შეაჯამონ, არა? მაგის წინ უგეთქება. ახლა ახალი ფერმის გამოვყავს და თოფიანი დარაჯი. ჩვენ ქართველს ახლა მელიებს შევაჭმევ. მეზობელი გოგმეურნეობა უნდა დავეხმო. არა, მე მაგას საქმეს არ გავაკეთებ. ეს ვიყოფილ.
მამა შენი გეუბნება ქათმე მიეცი და შენ მე უას მეუბნები? ქათმები ჩემი გაზრდილია და არა მამაჩემი. ამხანაგო მარინე. ქათმები შევარჩიე და თქვენი ხელის მოწერაა საჭირო. იმათ დარჩეული ქათმები და მე კი ხელცელიერი გინდა გამისურა. იმათ იციან ქათმების მოზა ახანაგო ისიდო. ახალაგია. ისალე რა. თუ გაცხარ ისალე რამე თამპლი დაკლი გავდიჯდებ. რა უხნა? პასუხის მგებელი აქ მარინია. ეს ორი დღეა შეგულებაში ვიპოვე. მაშა სადემე უას მეუბნები არა? დია. დიდი მადლობელი გახავთ. დიდი მადლობელი. აჰა, შვილო. მამა დავსწრებოზე გამოცდები როდის იწყება? გამოცდები შვილო? იანვარში დაიწყო. ძალიან გამახარე შვილო, ძალიან. ჩემზე კი ხარ ალბათ გულდაწყვეტილი, ხომ? გულდაწყვეტილი? რატო მამა? ხშირად ვერ გნახულობ. რა ვქნა შვილო? საქმე არ მიშვებს. ახლა კიდევ კულტურის სახის მშენებლობა დაიწყება და? დაიწყება? ო, პროექტი გუმზადყოფილი. რა რას ამბობენ? კარგი პროექტიაო. პროექტი. ელბიტა სიგდირის ამბავი თუ არ აურდაურია მაწილმა. აი გამარჯობა, თქვენი გოგოებო, აი გამარჯობა. გამარჯობა. ვინა ის ახლა მართალი? ხო. ვინურჩია ჭიჭინა ფერმაში წამოსვა. ვინურჩია? რა იყო ბიძეკირილა რა ამბა? ნახეთ. ჭიჭინა ხასმებმა დიდ გზაზე გამოიყვანეს. ჭიჭინა? მისი სურათი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჟურნალშია გადაიზრდა. ეს პროექტია. დიდეთამა, საქსია? სოთას თანახმად საპროექტო ბიუროს შევია. იქ გავიგე რომ? არა, საფრთხეგონილა. ადამიანმა ამდენი ისრომა. ასეთ შესაძლებელი პროექტი შექმნა და მისი განხორციელება სპას მიანდო. კიდევ რაც ვერ. შენ თვითონ რატომ არ მიდიხარ პროექტი? რატომ არ მიდიხარ ნაგობარში? მე არ მისმის შენი მოქმედებაში. მე ასე მიმაჩნია საჭიროდ. მე კი ვიცი რატომაც არ მიდიხარ. მაინც რატო? ამასთან შეკვადრა წერიდები. არ მესმის რა დელაბარაკო. ამაზე ლაბარაკო, შეხედე. ეს ხომ მარინეს სურათია. შოთა. შეხედე რა კარგად არის გადაღებული. არ მაინტერესებს. მართალს მეუბნები? მაინც რა თუნდა მაინტერესებდეს გათხოვილი ქალის ამბავი ან და მისი სურათი. შენ არ გითხოვს შემთხვევით რომ მარინა გათხოვდა? მე კიდე რა კიდე? ის რომ დედის თვალს არაფერი გამოებარება. მე კი გეუბნებით რომ ის ქალი ჩემთვის აღარ არსებობს. დავიწყებულია. ფიფსინ წავს ბოლო მაკვირვებს. მაინც გადაინახე შენ ეს ბოლო. მასზე ვინც დავიწყებულია, ასე აღელვებით არ ლაპარაკობ. ჰა. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ ის ქალი ჯერ კიდევ მიყვარს? გაურბი ვარ მასთან შეხვედრას. მივდივარ ნაგომარში და მიმაქვს პროექტი. გარდა საგეგმო მოცემულობისა, რაც დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პროექტში ჩემს მიერ დამატებულია ღია თაღოვანი კოლონადა, რაც უქმნის შენობას მარჯვენა და მარცხენა ფრთებს და ძირითად ნაგებობასთან მისასვლელ ხურდონერს. როგორც იცით, შენობის სიმეტრიის ღერძზე, მოედნის ცენტრში დაიძმება ლენინის მონუმენტი. რა დაჯდება ჩვენი კულტურის სახით? საპროექტო ღირებულება შეადგენს 3 მილიონ მანქი. ხოსტა სადიქნება ბიჭია, ხოსტა. ხოსტა განსაზღვრული არა. მე რა მოხდა? ჩამოვიდა და გესმიდი თბილისში. შოთა ჩამოვიდა? სინსილამ უნდა გაწყვიტოს ყველა მამაკაცი. მე რას მერჩი? შენ არაფერს, მაგრამ ის გოგო მეწოდება. კიდევ უყვარს ის არქიტექტორი. მე კი ნამდვილად ვიცი, შოთას ჭიჭინა უყვარს. აი, რა დაუვარდა მანქანაში. შეხედე? ჭიჭინას სურათი. აბა? უნდა ნახო, უჩილებლად უნდა ნახო. ის არაფერს შუაში. მე ვარ ყველაფერში დამნაშე. უკვე 3 საათია მატარებელი აქვს ვეგარი. ახლა თუ არა, სხვა დროს თალინაშევთან ერთმანე. იცოდე შოთას ჩამოსვლის შესახებ არაფერი დამოგწეს, თორემ არ წამოყოლა ხო? ვიტიკო, გამარჯობა. სოფელში მალე დაბრუნდები? ახლა მივდივარ სადგურზე, არქი. არქივი მიდის თურმე თბილისში. კრიალა. მოდი ბიჭიკოს გავყვები. რაღაცები მას ჩამესატანი. ბებიასაც ნახავ და ამ საღამოს დავბრუნდი. დადი ჭირიჭინა, დადი. ამაღამათი დარჩი თუ გინდა. შენ საქმეს მე დავაჭირე. ჩამოდი.
მეგობარო, მარინე ფერაძესაც ვერ ვიმასწავლით. ვიცი სახლი ვიდაიცის პატივცემულო, მაგრამ ახლა ვერ ნახავთ მას. მანდარის პლანტაცია გექნება. ვერ ვიმასწავლით მანდარინის პლანტაციას. როგორ არა? აგერ ასლუოლ ფეხით დაბიტია. კაპდანდებით ასე პირდა. როგორც კი გაივლით ხიდს, მოუხდეთ მას. მერე გაივლით 1 კილომეტრს, შეხვდება დიდი მუხა. მოუხდეთ მასხლი. მერე შეხვდება დაღმართი. აივლით ამაღლარს, ჩაივლით დაღმართს. მერე გაივლით ასე 2 კილომეტრს და ის ყველა მიგასწავლის პლანტაცია. თუმცა მე ციკლი ვარ და წამოყვეთ. მარინე, შეგიტყურებთ, თვითიდან არის. კიდევ კორესპონდენტია? უფრო დიდი კაცი უნდა იყოს. ობდან, გაიცანი, სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგის-ასული ფერაძე. თქვენ ბრძანდებით მარინე გიორგის-ასული ფერაძე. დიახ, რიჩი მინდია გემსახურა. მე მოვედი თქვენს შესაძლებლად. ერთხელ უკვე ჩემწერეთ რადიო კომიტეტიდან იყო. არა, რადიო კომიტეტიდან არა. ხო, ჩვენი კოლმეურნეობა წელს სარეკორდო მოსავალს მიიღებს. ჩემი გამოცდილება მე მინდა გაუზიარო. ბოდიში. თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა მინდა. ჩემი სიმღერა. მე ხომ ისი არ უმღერი რომ ჩავწერო. ნუ მოწყობ, თქვენ ძალიან სასიამოვნოა მაგას. არა პატივცემულო, თქვენ ცდებ. არ გამაგონოთ. მე თქვენ ერთხელ მოგისმინეთ. აუცილებლად უნდა იმღერ. აქ მგონი ისევ რაღაც გაუგებრობა. არავით არ გაუგებრობა. გონი თქვენ თვითონ ჩამაწერინეთ. მარინე გიორგის-ასული ფერაძე. სოფელი ნაგომარი. რაღაც შერქმეული სახელის კი მითხარით, არ მახსოვს. ალია თუ ხარაბუზა. არავით არ იკალი, არავით არ ხარაბუზა. ჭრიჭინა პატივცემულო. სწორედ რომ ჭრიჭინა, დიახ, ჭრიჭინა. თქვენ კი გაუგებრობა გეგონათ. აბა მოიგონეთ. აბადელი დელა, აბადელი დელა. სწორედ გაუგებრობა. თქვენ ეთით ჩემს ამხანაკს. ისიც მარინე გიორგის-ასული ფერაძე გახლა. აი ეს გახლავთ მარინე ფერაძე. თქვენ ახართ ჭრიჭინა. მართლაც რომ სასიყვარულო სახელი შეურქმევიათ. დიახ, მე გახლავთ მარინე ფერაძე. დიდად სასიამოვნო, დიდად. მე მოვედი თქვენს შესაწერად. ჩემს შესაწერად? დიახ. არ შეიძლება ხვალისთვის გადავდო. ის რის გაკეთებაც შეიძლება, დღეს ხვალისათვის არასდროს არ უნდა გადასცო. დიმიტრი, მომზადეთ შესაწერად. უნდა ვთქვა, მომზადებლად ასე უეცრა. არაფერი. ირაბარაკი უბრალოდ. ჩვენი ფერმის შესახებ, შენი მუშაობის გარშემო. მოდი ვეთქვი იმას, რასაც ხარ ჟურნალაგანების კორესპონდენტი. ძალიან კარგი. ბოდიში, მე მინდა ჩავწერო თქვენი. ვიცი პატივცემულო. თქვენ კი ამბობთ ხვალისათვის გადავდოთ. შეიძლება დაიწყო. დიახ. სოფელ ნაგომარის ლენის სახელობის კოლმეურნეობის მეფრინველეობის ფერმაში მუშაობა დაიწყე ამ დღეს. ბოდიში, თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა გინდა. ჩემი სიმღერი? დიახ. ვის რას უნდა ჩემი სიმღერა? ჩვენ რესპუბლიკური ოლიმპიადისათვის ემზადებით. ხმები უნდა შევარჩიოთ. თქვენ ალბათ თბილისში მოგიხდებათ წამოს. თბილისში? დიახ. არა, მე ვერსად ვერ წამოვალ, ვერსად. ერთ კვირაში ინკუბატორში წიწილები გამოიჩეკებიან. იმათ ხომ მოვაჭირდებათ. ყველგან ამდენი საქმეა. სიმღერისთვის შეიძლება რომ მოვაწვი. მას თქვენი საზრით სიმღერა საჭირო არ ყოფილა. რა ვიცი, როცა მღეროდი? ყველა იმას მეუბნებოდა, რატომ მღერი და არ მუშაობოდა. ახლა კი არა, ჩემო კარგო. შრომა უსიმღეროთ ისევე არ ვარ და როგორც სიმღერა უშრომოთ. უნდა იმღეროთ. არა, ვერ ვიმღერებ პატივცემულო. არა. ხო. ვერ ვიმღერებ, არ შემიძლია. არ შემიძლია პატივცემულო. ამშვიდით დაწნათ. არ შემიძლია. დაგელოდები. ჭრიჭინა ბიჭკოს აქვიანდება უნდა წახვიდე როგორ. კი, მაგრამ ეს რა სიტყვის? არაფერია, მიაუხდი შენ წამს. ეს როგორ? წავიდა? დიახ პატივცემულო, სახლში წავიდა. იცი ძალიან ღელავდა. ის ახლა ვერც კი ჩასწერდა ვერაფერს. მართლაც რომ ღელავდა. პატივცემულო, იქნება ჯობდეს თავისთან ჩასწეროთ სახლში. კარგი აზრია. რა სიტყვით ამხანაგო დავით? ჩვენი კულტურის სახლს რაიონში სახლი ვერ აჯობებს. თქვენ საწყენად არ მიიღო და მე მგონი მეზობელ კოლმეურნეობაში უკეთეს სახლს აშენებენ. ნათქვამია უკეთესი არ დაილევაო. ვიცნობ იმათ პროექტს. არჩილ, მოდი ნახე რა პროექტი ჩამოგვიტანა ჩვენმა არქიტექტორმა. გაიცადით,
ჩემი მოადგილე, კოლმეურნეობის უფროსი აგრონომი. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. ეს კი ჩვენი ბრიგადირი, სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგი სასული ფერად. მარინე გიორგი სასული ფერაძე? დიახ, ჩემი მეუღლეა. თქვენი მეუღლე? დიახ. აი. რა გაგიკვი? მე კი მეგონა რომ ხოლმე ვიდია რა ცუდია რომ საერთოდ ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგი სასული და ორივე ფერაძე. პირიქით მეგობარო, ეს ძალიან კარგია რომ ამ სოფელში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგი სასული და ორივე ფერაძე. ამხანაგო გიორგი. იოდ ჩვენი არქიტექტორი რაღაც უცნაური კაცი. გიორგი, შენი არ იქნება, შენივე მანქანით, შენივე ქალიშვილი რომ მომტაცო? მართალი გითხრა, მაწვიდი არ დაიწუნება. ვინო? მე მგონია თვითონ ხაჯი იჯდა საჯესთან. დიდა სოლოჟელი. კიდე ბრუნდი ვებია? ეს თვითონ შემოვიდნენ რაღაც მითები მაგ. არა, არ გაგიშლე. კარგია რომ მოყვედი დღეს სტუმარი გვეყოლე. ის ახალგაზრდა არქიტექტორი. მოდიში. თქვენ ხომ არის ის არის მარინე ფერაძე? მარინე? დიახ. თქვენ შუთა მარინე სუთია დავიდა. წავიდა? დიახ. სოფელში დავიდა. თქვენ მას სახში ნახავთ. სახში ნახავთ? დიახ. დადი. მადლი. დამიშველება. როგორ უნდა შევხვდე? უკვე კიდე ერთი ამოდის. მანე გული როგორ მიწევ? გავიქცე? არა. რაც იქნება. დავხუჭებ თავს და ვეთყვი. გთხოვთ მაბადიოთ ჩემი საქმე. გაპატიებთ ხოლმე მაშინ თუ იმღერებთ. გეგონათ ვერ გიპოვიდით. უნდა ვიმღერო? დიახ. კარგი, ვიმღერებ. ხოლმე რაც შეიძლება გითხრა. ძალიან კარგი. მაგრამ სიმღერის ჩაწერის დროს აჩქარება არ გამოგვარდება. დიმიტრი მარინე. თქვენ მოჰკალით ძერა. მე არ ვიცი რა მოვკალი. ქორი არწივი ძერა, მაგრამ მარინე.
მარინე, მოვედი შენ სასაყვანად. ჩემ დასაყვანად? დიახ. არა, შუთა მე დღეს ვერ დამოვა. ხვალ? ვერც ხვალ. მაშ როდის მარინე? როდის? ზეგ გეტყვი როდის? ზეგ? Mo'u